გოგონებო, აბა როგორ ხართ დღემშვიდობის? გოგონებო, დღეს ჩავწეროთ თემა რას ფიქრობს თქვენ მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე, ორ ვარიანტად რაიდერის კარტზე. გოგონებო, დიდ მადლობას გიხდით, ვინც დამილაიქეთ არხი, მოიწონეთ, გამოიწერეთ, გთხოვთ, ვისაც არ დაგეზარებათ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი გოგონებო, რათა მეტი ვიდეოს დადების სტიმული მქონდეს და დიდ მადლობას გიხდით ამისთვის, ასევე დიდ მადლობას გიხდით გოგონებო უკავშირისთვის. მოდით დღეს გავაკეთოთ ასეთ თემაზე გაშლა ორ ვარიანტად რაიდერის დასტაზე, რას ფიქრობს თქვენ მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი. მოდი გავაკეთოთ მოკლე მიმოხილვა გოგონებო. იმედია გაინტერესებთ ეს თემა, თუ რას ფიქრობს თქვენ მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. პირველი ვარიანტი გოგონებო და მეორე ვარიანტი. მოდით ჩაიფიქრეთ გოგოებო. პირველი იქნება ეს, მეორე იქნება ეს. ჩაიფიქრეთ აბა. გონი საკმარისია, დავდოთ პირველი ვარიანტი და დავიწყოთ. რას ფიქრობს თქვენ მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. იმედია კაი ფიქრები აქვს გოგონებო, მე ნერვიულობ თქვენსავით. გოგონებო, მას ფიქრებში აქვს თქვენ მიმართ სტაბილური გრძნობები. ანუ ეს რას ნიშნავს? აქვს კომფორტი თქვენთან მიმართებაში. შესაძლებელია ადამიანმა ვერ გამოხატოს თქვენ მიმართ გრძნობები, ვერ გითხრათ რომანტიული რაღაც სიტყვები და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენთან, ვისაც კომფორტი გიყვართ და ვინც კომფორტულად გრძნობს სტაბილურად თავს, ზუსტად ასეთი დონის ფიქრები აქვს ადამიანს თქვენ მიმართ. ასევე ფიქრობს, რომ თქვენ ერთნაირი ადამიანები შეხვდით ერთმანეთს, ზუსტად ერთნაირები რომ ხართ და დადებითად უცვლით ერთმანეთს აზრებს, გრძნობებს და ხართ ასევე ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კავშირი გაგაჩნიათ ერთმანეთის მიმართ. როგორც ფიზიკურ დონეზე შესაძლებელია, ასევე სულიერად, ანუ თითქოს ერთნაირი ადამიანები შეხვდით ერთმანეთს. აქ ადამიანს შესაძლებელია უნდოდეს თქვენთან ახალი დასაწყისი, რომელიც იქნება ასევე ფიზიკური ხასიათის და ძალიან უნდა თქვენთან საუბარი, ასევე კონტაქტი უნდა ძალიან. კიდევ რას ფიქრობს ადამიანი თქვენთან დამოკიდებულებაში? იგი რაღაცნაირად მისტირის წარსულს და წარსულის ფიქრებში არის. როგორც აღნიშნე ზემოთ, მოსწონხართ ძალიან ადამიანს და ეხლა იცავს ფიქრებში უნდა ბალანსის დაცვა, ანუ ძალიან არ უნდა რომ მიაქტიუროს თქვენთან და არაფერს არ ჩქარობს. შესაძლებელია იქით გელოდებოდეთ და იქით ელოდებოდეს თქვენ ზარს ან თქვენ მიერ გამოვლინებას. აქ სამყარო გეუბნებათ, რომ გადასახედია ამ ურთიერთობისთვის. აბა რა კუთხით, რას ფიქრობს, რა უნდა. აქ ჩანს ფიქრებში ასევე უნდა თქვენ მიმართ რაღაცა სახის დახმარება, შესაძლებელია მატერიალური კუთხით, რომელიც იქნება აზომილი, გაზომილი, აწონილი და რაღაცნაირად უპირატესობის დამტკიცებას სურს ადამიანს თქვენზე, როდესაც ერთი მხარე არის გამარჯვებული. და ეს უნდა რომ დაგიმტკიცოთ, ასევე ფიქრებში აქვს, რომ თქვენ მასზე უპირატესობას ახდენთ, ანუ იმორჩილებთ თქვენ მას. კიდევ რა ფიქრებშია ადამიანი, ძალიან ენატრებით, აქვს თქვენი დაპყრობის ჟინი, ესეთი ფიზიკური ჟინი, ეს იმას გულისხმობს, რომ ფიზიკურად ძალიან ხიბლავთ მას და ასევე ვნებები აქვს და აქვს დაპყრობის ჟინი და აქვს ამის ფიქრები სულ, ასევე ენატრებით შესაძლებელია ხართ დისტანციურად ძალიან ბევრს ოცნებობს თქვენზე. კიდევ რა ფიქრები აქვს გოგონებო, მას ძალიან ბევრი ფიქრები უტრიალებს თავში, მაგრამ ამ ფიქრებიდან შესაძლებელია სინამდვილეში ვერაფერს ვერ აკეთებდეს და ბევრი ვარიანტი აქვს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ სინამდვილეში შესაძლებელია ჯერჯერობით ვერაფერს ვერ
ქმედებაში ვერ მოყავდეს ვერაფერი. აქ ადამიანს უნდა რაღაცა ახალი დასაწყისი, ახლებურად უნდა ყველაფრის გადახედვა, მას უკვე ყველაფერი მობეზრებული აქვს, რაოდენიმე ასეთი სათქმელი იყოს და უნდა ახალი მიმართულებით, შესაძლებია თქვენთან უნდადეს ახალი თვალით დანახვა რაღაცეების და ახალი დასაწყისი. აბა კიდევ რა ფიქრები აქვს გოგონებო, მას მარტო უნდა გოგოებო ყოფნა, მას უნდა თქვენთან მიმართებით ბევრი რაღაცის გარკვევა, თქვენთან უნდა საუბარი, რაღაცები აქ გასარკვევი. და ეხლა ადამიანი თვლის რომ შესაძლებელია მცირედი ხანით გრძნობებისგან იყოს შორს და იყოს მარტო, ასეთი ფიქრები აქვს, ასევე გითხარით, აქვს ძალიან დიდი ვნება თქვენ მიმართ. კიდევ რას ფიქრობს ადამიანი? დიახ, შესაძლებელია მას თქვენთან რაღაცის გარკვევის გამო სურდეს თქვენთან კომუნიკაცია, ანუ მენტალურ დონეზე უნდადეს თქვენთან საუბარი, რაღაცეების გარკვევა და ბევრი რამ მქონდეს თქვენთვის სათქმელი და ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს. ასევე უნდა ახალი დასაწყისი გოგონებო, როგორც აღვნიშნე, კიდე რას ფიქრობს? აქ კონფლიქტი აქვს ადამიანთან, ქალბატონთან შესაძლებელია, რომელიც თქვენ არ იცით, რომელზეც თქვენ არ იცით. ასეთი აზრები აქვს მას და რაღაცნაირად ამ ქალბატონის მიმართ შესაძლებელია თქვენ ხართ, აქვს ძალიან დიდი, როგორ გითხრათ, ფიქრები იმის შესახებ, რომ თითქოს მისი ხართ თქვენ. და მის საკუთრებაში გთვლით ცოტა ეგოისტი ადამიანი ჩანს, მაგრამ თქვენთან აქვს რაღაცა ურთიერთ კონფლიქტი, რაღაცა როგორ გითხრათ, ფიქრებში თითქოს კიდევ განიხილავს იგი სხვა ადამიანებს, მეტოქეებს. კიდევ რას ფიქრობს იგი? შესაძლებელია თქვენთან უნდადეს ოჯახის შექმნა გოგოებო, ბავშვის გაჩენა უნდადეს თქვენთან, თუმცა თქვენგან უბრალოდ, თუმცა ეხლა მისთვის ყველაფერი სულ ერთია და ფიქრის რეჟიმშია გადასული. კიდევ რას ფიქრობს გოგონება? აი ამოყვა კარტი ერთმანეთის პირდაპირ ამოვიდა. აქ გოგონებო, ადამიანს უნდა თქვენი გაცნობა, კარგად შესწავლა უნდა თქვენი ქმედების, ჯერ ქმედება არ ჩანს მისგან, მაგრამ შესაძლებელია უნდადეს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად ერთად რომ გადახვიდეთ, თუნდაც საცხოვრებლად ერთად გადასვლა უნდადეს, მაგრამ აქ რაღაცა ფიქრებში არის ძალიან გულნატკენი და ასევე თავს იცავს ამ სიტუაციისგან. აბა კიდევ რას ფიქრობს იგი? უნდა გრძნობების გამოვლენა, ტრანსფორმაცია გავლილი აქვს, მაგრამ მაინც უმძიმს ეს სიტუაცია. აბა კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თუ მას ფიქრობს, რომ იგი როგორც უნდა ისე მოატრიალებს ამ სიტუაციას, თავის დასასარგებლოდ, როგორც მას უნდა ისე გააკეთებს ყველაფერს და ასევე შესაძლებელია უნდადეს თუ ოჯახში დაბრუნება, ან თუ გაშორებულები ხართ, ოჯახში მობრუნება უნდადეს, მაგრამ ჯერჯერობით იცავს თავის საზღვრებს. კიდევ რა ფიქრები აქვს გოგონებო? დიახ, ჯერჯერობით ამ სიტუაციიდან ეს ადამიანი წასულია, თუმცა ფიქრებში სულ ახსენდება წარსული. კიდევ რას ფიქრობს? აქ ადამიანს შესაძლებელია კიდევ განიხილავდეს სხვა ადამიანის სხვა ქალბატონს და ამაზე აქვს ძალიან დიდი ნერვიულობა, რომლის მიმართაც შესაძლებელია მცირე გრძნობები გააჩნია. კიდევ რას ფიქრობს ადამიანი? ადამიანს უნდა ამ ურთიერთობაზე მუშაობა, მაგრამ ხელფეხშეკრულია თითქოს და გამოსავალს ვერ პოულობს. რას ფიქრობს ადამიანი, რას ფიქრობს და ჯერჯერობით აქეთ არაფრის გამოვლენას არ აპირებს. ეს იყო გოგოებო პირველი ვარიანტი, თუ რეზონირდა დამიკომენტარეთ, დამილაიქეთ. აბა მეორე ვარიანტი გოგონებო.
მეორე ვარიანტი, რას ფიქრობს თქვენ მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? რას ფიქრობს? რას ფიქრობს, რა ფიქრები აქვს თქვენ მიმართ გოგონებო? უნდა თქვენთან რაღაცის უკვე მოქმედება, რომ და ფიქრობს, რომ თქვენ შეიძლება არ გეუბნებოდეთ, მაგრამ ფიქრობს, რომ ერთნაირები ხართ, ერთი სულის ადამიანები ხართ. აქ როგორც ვნებები, ასევე ფიქრებში მას დიდი რაოდენობით გრძნობები აქვს თქვენთან. კიდევ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, რაღაცაზე ნერვიულობს, შესაძლებელია უნდოდეს თქვენთან შეხვედრა. კიდევ რას ფიქრობს? ბევრი რამ აქვს თქვენთან სათქმელი, რადგან ურთიერთობა მოულოდნელად დასრულდა და ეხლა გამოსავალს ვერ პოულობს. კიდევ რა უნდა გოგოებო რომ გითხრათ, შესაძლებელია უნდა თქვენთან მოbrunება, მატერიალური კუთხით დახმარება თქვენზე, მაგრამ ჯერ მისთვის ყველაფერი ერთია და არაფერს არ აკეთებს. კიდევ რა უნდა რომ გითხრათ, იგი არის ორ სიტუაციას შორის, არის შესაძლებელია მეორე ადამიანი და ამიტომ ორ სკამზე უნდა თამაში და ფიქრობს, რომ რაღაცა ზურგს უკან რაღაცა ქმედება გააკეთოს ან გაიპაროს საერთოდ ამ ურთიერთობიდან. კიდევ რა ფიქრები აქვს გოგონებო? ფიქრობს, რომ თქვენთანაც მოჯაჭულია, ფიქრობს, რომ კიდევ არის მეორე შანსი, ფიქრობს, რომ აქეთ არაფრის გამოვლენას არ აპირებს, არ გრძნობების, არც სიტყვიერად გამოვლინებას რამის. კიდევ რას ფიქრობს გოგონებო? იგი იცავს რა საზღვრებს თავისას, თუმცა აქვს ვნებები გარკვეული სახის თქვენ მიმართ და ბევრი რამის ამის შესახებ უნდა თქვენთან საუბარი, შინი აქვს რომ დაგიპყროთ და კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენ მიმართ? გოგონებო, თქვენთან უნდა ამ ვარიანტსაც ფიქრებში შესაძლებელია თქვენთან უნდოდეს ოჯახი და ასევე უნდოდეს თქვენთან გამოვლენა გრძნობების, რომანტიული გრძნობებით არის სავსე ეს ადამიანი, მაგრამ ეს არ იქნება სწორხაზოვანი, ძალიან ცვალებადი იქნება მისი დამოკიდებულება თქვენ მიმართ. კიდევ რა ფიქრები აქვს გოგონებო? კიდევ რატომღაც ეხლა და ამ ეტაპზე ადამიანს უნდა უპირატესობის დამტკიცება თქვენ მიმართ და თვითონ ეხლა რაღაცნაირად ამ სიტუაციისგან იცავს თავს და უარი აქვს ნათქვამი ამ სიტუაციაზე, რომელშიც ეხლა თქვენ ხართ. დაუშვათ თუ გქონდათ კარგი კავშირი, ეხლა უარს ამბობს რატომღაც და იგი გრძნობებზე მიბრუნებულია, გრძნობების მიმართ უნდა რაღაცა ახალი დასაწყისი ან ახალ ადამიანზე ფიქრობს იგი, უნდა სხვა შანსი, შესაძლოა თქვენთან უნდოდეს სხვა შანსი, ახალი რაღაცა, ახალი დასაწყისი. კიდე რას ფიქრობს? გარკვევა უნდა სიტუაციის გარკვევა დაასრულოს ეს ურთიერთობა თუ გადაიყვანოს სხვა ეტაპზე. ასეთი ფიქრები აქვს. კიდევ რას ფიქრობს? უამრავი თქვენ მიმართ აქვს სულ ილუზიები, ბევრ რაღაცას, ანუ ძალიან ისე ვთვლით სასწაულ ადამიანად და ბევრს ფიქრობს, ბევრს ოცნებობს თქვენზე, თუმცა არაფერს არ აკეთებს ამისთვის, რომ გამოავლინოს. კიდევ რას ფიქრობს? შესაძლებელია ადამიანს აქ კონდეს ესეთი დამოკიდებულება, რომ ფიქრობდეს, რომ ძალიან კარგი თავდაჯერებული ადამიანი ხართ, ვნებებით და ასევე გრძნობებით სავსე და ძალიან ენატრებით ხოლმე ასეთ ფიქრებში ადამიანი, თუმცა ნერვიულობს, უნდა ახალი დასაწყისი და ძალიან ლამაზ ადამიანად ვთვლით გარეგნულადაც. რას ფიქრობს კიდევ? იგი რაღაცა სხვა თუ ქონდა მას კიდევ ურთიერთობა, ამისგან გაბრუნებულია გოგოებო და ეხლა ფიქრებში უნდა თქვენთან ახალი დასაწყისი. აქ ადამიანი ჩაფხაუჭებულია ფიქრებში თქვენზე, თქვენთან სტაბილურად გრძნობს თავს. რა უნდა კიდევ, რას ფიქრობს?
თქვენს ურთიერთობაზე უნდა მუშაობა, თუმცა ეხლა არის ჩიხებში, ვერაფერს ვერ ხედავს, ბევრს ოცნებობს თქვენზე, შესაძლებელი დისტანციურ ურთიერთობაში ხართ ან სხვა ქვეყანაშია. კიდე რას ფიქრობს გოგონებო თქვენთან დაკავშირებით? ეს ურთიერთობა შესაძლებელია იყო ოჯახური ან აქაც შესაძლებელია უნდოდა ადამიანს უკვე დაქორწინება და უცებ მოხდა ისეთი სიტუაცია, რომ განულდა ყველაფერი, დასრულდა ყველაფერი და ეხლა უნდა ახალი დასაწყისი. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ ეხლა ჯერჯერობით აქეთ არაფერი ნაბიჯი არ გადმოდგას, გელოდებათ იქით, ფიქრობს, რომ გამოხატოს გრძნობები თქვენ მიმართ, გითხრათ, რომ ძალიან ენატრებით და ასევე თქვენზე უპირატესობის დამტკიცებას სურს. გოგონებო, თუ რეზონირდა, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი. დიდ მადლობას გიხდით გოგონებო. აბა დროებით.